იცი რა ფარიფიატო. მე რამდენად ხდება ეს? კაცები ვართ, ჩვენ ცოტა უფრო დიდი ლეგო გვჭირდება. აქ კიდე უფრო ბრმა ხარ? დაფიქსირებულია, მაგრამ მე ამას ამოვჭრი. ეს. აი აქ. წარმოიდგინეთ, ნახევარი მანქანაა ჩათვალეთ ვიზუალზე. მეგობრებო, არ ვიცი, ამით იწყება ეს პროექტი თუ არა, მაგრამ ამ ვიდეოს ვრთავთ. ჩვენს არხზე G30 M5 პროექტი გაიჩნდება და ძალიან მაგარია, ასე რომ გამოვყევით და უყურეთ. ესე იგი, მეგობრებო, ვიყიდეთ ჩვენი M5 F90-ისთვის ფრთები და ჩვენი M3 F80-ისთვისაც საჩუქარი წამოვიღეთ, წინა ტუჩი დამატებად. დავითრიეთ, სერგომ ვერ გაუძლო დაინახა, კითხა, ქონდა და ნუ ვიყიდო. ის ტუჩი მინდა რაც იყო. ის ტუჩი უნდა. ტუჩი. Короче, ეხლა რახან ტუჩი მაქვს, ვიღებთ და პრუჟნებს ვჭერით. არა ვითარ შემთხვევაში. ტუჩს ვაყენებთ. არა, HR-ები დავითრიეთ. აი, HR-ები, ძმა, ფული მომე. მოგცემ. კაი. დაფიქსირებულია, მაგრამ მე ამას ამოვჭრი. ასე რომ არც არის დაფიქსირებული. მოკლედ მეგობრებო, ვიყიდეთ ჩვენ ნაწილები და ნელ-ნელა ვემზადებით ჩემი მეხუთე სერიის პროექტისთვის. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, ძალიან გრძელი პროექტი იქნება, დიდი სავსე ინფორმაციით და გრძელხნიანი დიდი ვიდეოებით, როგორც თქვენ გიყვართ, ასე რომ წავედით. G30 რო გადავაწყოთ F90-ზე და თან რესტზე, საჭირო არის მოძრაობები, ასე ვთქვათ რა. ფრთები უკვე ვიყიდეთ, რაღაცა B-ს სახით დავუტოვეთ და ჩამოვიდა ეხა ნაწილები. ეხა წავალთ და ავიღებთ წინა ბამპერს, გვერდებს, უკანა ბამპერს და კიდე ბევრ დეტალს და მაგ ყველაფერს გაჩვენებთ. იცი რა ფარიფიატო. შეხედე. ჩემი ამხელა ლაზერია. ერთადერთი რაც ამ ფარებზე ვიცით, რომ ლაზერული ფარებია, მეტი არაფერი. დავაყენებთ და გავიგებთ, ხეც. ცოტა ეფექტურად რომ გამოჩენილი ჩემი პრეზენტაცია. მაგარი მოდი, ლაზერებია. ეხა ამოვიღოთ ყველაფერი, დავალაგოთ და მე ვნახოთ. Yes. აი. აი ასე გამოიყურება ჩვენი ნაწილები, ფარები, სტოპები. ყველაფერი რაც საჭირო არის იმისთვის, რომ ჩვენი G30 M5 და M-ს გავსოს და მაქსიმალურად ახლოს იყოს M5-თან. მადლობა. მოკლედ, აგერ ყველაფერი აქ დევს. სერგოსაც მოყავს ჩვენი მანქანა. საკმაოდ საინტერესო პროექტს ვიწყებთ და ძალიან მომწონს. სწორ გზას ვადგავართ. მაგრამ თქვენგან ორ მაგად არის საჭირო აქტივობა და დალაიქება და ვიდეოს გაზიარებები და რაღაცები, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა ჯერ არ მინახავს ვინმეს რო ეჩვენებინა ვინ როგორ და რას აკეთებს. მესამე სერიები და მეოთხე სერიები ხო ვიცით და ჯერ ჩვენს არხზე ეგეთი რაღაცა არ ყოლია, ასეთი მასშტაბის პროექტი არ ყოლია. ამდენი ფული არ ჩაგვიდია არასდროს მანქანაში და ნუ მოკლედ საინტერესოა რა. რა ხდება ვაკაო, აბა ალექსანდრე? რა ხდება და სერგოს თქმით M5 ჩავდიეთ ფიტში, ასე რომ ეს ფიტი GP5 კი არა, უკვე GP-M5-ია. მაგარ საინტერესო პოზაში ვზივარ. აქ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაღაც მიჭირავს, ეს არის კერძოდ ფარი. და აი აქამდე ვერ მომღავებ როგორ ჩავდიეთ ეს ყველაფერი, მეც ჩავეტიე, შენს ჩავეტიე. და მივდივარ. მოხლები მხრებზე მაგდალაგებული. აი ეს არის მთელი ბოდიკიტი მანქანისათვის, ანუ წარმოიდგინეთ, ნახევარი მანქანაა ჩათვალეთ ვიზუალზე. რავი რა. ხო რა. ხო? რაც კრავს მანქანას ჩათვალე 80%-ია, ნახევარიც კი არა, აღარ ჩავა კაპოტი. აი, რავი რა, ყველაფერი ჩაბადია. კაპოტსაც ჩავდებ. ბოლო წვეთამდე. კი, კაცო, დაჟე დავდვისა.
ჯერ კრიშადეც არ დაგვილაგები არაფერი. გამოდავლიოთ რამე. წავედით ჩვენ რაღაცას დავლებთ, იმიტომ რომ ძალიან დავიღალეთ თქვენ კიდე გამოყევით დალშე, რომ ნახოთ რა ხდება. მიგვაქვს ჩვენი F90-ის ნაწილები. გარაჟში ვალაგებთ რაღაცებს. ბამპერები დაგვრჩა, ფარები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ყველაფერი შევიტანეთ. ბამპერები ყველაზე დიდი ნაწილია და ბამპერებს ბოლოსკენ ვიტოვებთ. მოკლედ დეტალურად მოგიყვებით რეებიდევს. ანუ სარკის ხუფებია, წინა და უკანა დამატებები, ტუჩი, გვერდითა დამატებები, კარნიზები თვითონ ყველაფერია მოკლედ იმისთვის, რომ ეს მანქანა მაქსიმალურად დაემსგავსოს F90-ს. აქ რაღაცა გვაკლია. ეს ვიცი რა. რა ფეხები. ჯერ ვერც გავარკვიეთ რა არის. მოკლედ პატარა ლეგოა რა. და უნდა ავაწყოთ აუცილებლად. თან ვიცით რომ ლეგო ამშვიდებს ბიჭებს და ჩვენ რახან ვიზრდებით და კაცები ვართ, ჩვენ ცოტა უფრო დიდი ლეგო გვჭირდება. მომეცი. მიკროფონი. მოკლედ, მინდა აღვნიშნო ხარისხის ისა ბოდიკიტის სრულყოფილება და ხარისხი. ანუ ესეთ ელემენტალურ რაღაცებს რო გაძლევენ, fake radiators რო გარედან იმენა გამოჩნდეს და მინიმალური სხვაობა იყოს ორიგინალი მანქანისგან, ძალიან დასაფასებელია. აი, რო შევადაროთ ჩვენი ძველი პროექტი F90, რომელიც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. აი, რავი, ამის ნახევრის ნახევარიც კი არ მოყვებოდა იმ მანქანის აბვეს. ხო, ალექს? ეს უკვე დონეა სხვა. F90-თან შედარებით. ის რაც ავაწყეთ და ეს რაც იწყობა, მე მგონი სულ სხვადასხვა იქნება. სედამ დავიწყებთ აწყობას, ეგრე ილაპარაკებს, მაგრამ მე რო დავიწყებთ ყველაფერს დააჯობს. მე ვიტყვი რომ ნახევარი არ გჭირდება დასაყენებლად და всё. აჩვენე. დიფუზორ. სუპერ ვოუ. ახლა ბამპერები. ვაიმე. ეს რა არის? რა მაგარი ბამპერი გაქვს, საშა? ბამპერი გავხდი. მოლად. ესეც უკანა ბამპერი. მე კიდე მაგარი უკანა ბამპერი. სანამ მანქანა დაკავშირებულია ეს? კი. სანამ მანქანა ჩამოვიდა, ვმოძრაობთ და ვცდილობთ რომ ყველაფერი მოვამზადოთ და უკვე მზად ყოფნაში დავხვდეთ მანქანას. ესეთი საბურავები ავირჩიეთ, ერთი დისკი დაზიანებული გვაქვს, როგორც ნახავთ, ან ნახავთ მომავალში. ნუ საბურავები ავირჩიეთ, კონტინენტალები აგვარჩევინა მეგობარმა. სხვათა შორის საბურავების კომპანია თუ გაქვთ და საბურავები ჩამოგაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და რაღაცა მოვიფიქროთ, კოლაბორაციების მომხრეები ვართ და ველოდებით სპონსორებს ასე. ბევრი ბაგაჟი გაგჭირდება. ბევრი საბურავი დაგჭირდება მანქანაზე კი. ცუდიდან დავიწყოთ. ანუ გასაგებია რომ კონტეინერში როცა დებთ მანქანას, შეიძლება რომ რაღაცა მოხდეს, მაგრამ ბრმა ხარ ეს დედამონური. ეს ერთი. მეორე, კაი, აქ ბრმა ხარ. აქ კიდე უფრო ბრმა ხარ? კაი, ამას თავი დავანებოთ კიდე. აქაც გასმულია. სულ. აი ეს. აი აქ. მაგრამ მაგასაც თავი დავანებოთ. ეს გასმული იყო და გასაგებია, მაგრამ აი ასე ჩაღრმავებული და ჩაქუჩი ურტყით ბარემ, ანუ თუ გამოყავთ და გკიდიათ როგორი მანქანა არის, მოდი ჩაქუჩით მიუდექით და მე რამდენად ხდება ეს.